გორის რაიონის სოფელ ძევერაში მეფრინველეობის ცენტრის პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა. გათვალისწინებულია, რომ მისი განხორციელების შედეგად სარგებას 900 ადგილობრივი ფერმერი მიიღებს. პროგრამა იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრასტურებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების ფარგლებშია დაფინანსებული ღონისძიებას. იაპონიისა და ამერიკის სრულუფლებიანი ელჩები, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. იაპონია და საქართველო მეგობარი ქვეყნებია და იაპონია არიჩურებს ძალისხმევას საქართველოს მხარდაჭერისთვის და ეს დღესაც გამოჩნდა, რომ იაპონიასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატები, ჰეიფერ ინტერნეიშნალი და პოლონეთის საელჩოც ჩართულები იყვნენ ამ პროექტის საბოლოო ფორმის მიღებაში და მე მოხარული ვარ ასევე რომ ასეთი რიცხვი არის ბენეფიციარების, რომელიც ყოველდღიურად როგორც გითხრეს იზრდება. სოფლის მეურნეობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის. მთავარია ის, რომ განხორციელებული პროექტი მოდერნიზებულია და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული კომერციის თვალსაზრისით. თანაც ეს ხდება შიდა ქართლში ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს და იქნება კარგი მესიჯი, რომ ბარიერებს იქით და აქ მცხოვრებმა მოსახლეობამ ერთად იმუშაოს და იზრუნოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. პროექტის განხორციელებას ადგილობრივი მოსახლეობა მიესალმება, როგორც ისინი აღნიშნავენ, ფერმა დიდი ხანია წარმატებით ფუნქციონირებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ხდება რეალიზაცია და ხელი ეწყობა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. სოფელს ყველანაირად გამოადგება და ადგება. ციცილიდან დაწყობილი დიდი ქათამი, ყვავს კანადური ინდაური, ფრანგული ქათამი, ხუბარდი, ყვავს პეკინური იხვი. ყველანაირი ჯიშის ფრინველი. სოფლის ხალხიც ყოს არის დასაქმებული და შეღავათი აქ ხალხს ეხლა სამსახური არ არის და აქ არიან დასაქმებულები. მოთხოვნილება დიდი იყო და გაფართოვდა ფერმა და ემატა კიდევ უფრო მეტი მუშახელი. პროექტის საგრანტო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2013 წლის თებერვალში იაპონიის საელჩოსა და ჰეიფერ ინტერნეიშნალ ჯორჯიას შორის. მისი მიზანია გორის რაიონის სოფელ ძევერაში მეფრინველეობის ფერმის სისტემის გაუმჯობესებისა და ფერმის სათანადო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. პროექტის ბიუჯეტი $90,800 შეადგენს.